ეს ვიდეო ეყრდნობა ჩემს ანალიზს რობერტ კიოსაკის cash flow quadrant-ის და მის ქართულ რეალობაში გაცოცხლებას. ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ ნათლად დაინახავთ გამდიდრების 4 გზას, 4 ეტაპს, 4 შესაძლებლობას. არსებობს ლეგალურად ფულის შოვნის 4 გზა. პირველი, დაქვემდებარება. ეს ნიშნავს, შენ დაქვემდებარებული ხარ ვიღაცაზე. შენს უფროსზე, პარტნიორზე, მშობელზე, შენს მეორე ნახევარზე, ქმარზე ან ცოლზე. და თუ ყოველ დღე სამსახურში მიდიხარ და ხელფასს იღებ, ეს ნიშნავს, რომ შენ დამოკიდებული ხარ ამ შენს თვიდან თვემდე ხელფასზე, ანუ შენს უფროსზე. ეხლა ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, რა მოხდება თუ ერთ დღესაც ავად გახდები და სამსახურში ვეღარ წახვალ. მაშინ რა მოხდება? ჩაგანაცვლებენ? შენს შემცვლელს იპოვნიან თუ გაგანთავისუფლებენ? რაზე იქნება დამოკიდებული შენი უფროსის გადაწყვეტილება? მის კეთილნებაზე? თუ შენს სამუშაო ხარისხზე, იქნებ შენს განათლებაზე. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, ისწავლე და ცხოვრებას აიწყობ. ეხლა წარმოიდგინე, ნიკომ ისწავლა სკოლაში. კარგად, სანიმუშო დაამთავრა სკოლა. ნიკომ ჩააბარა უნივერსიტეტში, დაამთავრა ბაკალავრი, მერე მაგისტრატურა დაამთავრა. დღე და ღამე გაათენა თოფურიას მათემატიკის წიგნებზე და ეხლა 25 წლის დამწყები მოლარეა. ნიკომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ასწავლეს. ისწავლა, დაამთავრა, პერსპექტიული სამუშაო დაიწყო. მაგრამ რა მოხდება, თუ ნიკოს ღმერთმა დაიფაროს და მაინც რაღაც დაემართება და 1 წელი სამსახურში ვეღარ გავა? დაელოდება თავისი უფროსი ნიკოს გამოჯამრთელებას? რეალისტურად რომ ვთქვათ, ალბათ არა. და ესე გაქრება ნიკოს ერთი პერსპექტიული და შემოსავლიანი სამუშაო. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ახალს არ იპოვის. ანუ პირველი გზა არის, როცა ადამიანი თვიდან თვემდე არის ხელფასზე და მხოლოდ ხელფასზე დამოკიდებული. ფულის შოვნის მეორე გზა არის თვით დასაქმებული. ეს არის, როდესაც შენ თვითონ პოულობ კლიენტებს და რაღაც სერვისებს თავაზობ, მაგალითად დალაგებას, ან როგორც დეიდა თამრომ გააკეთა. ავიღოთ მაგალითისთვის დეიდა თამრო. ის დაიღალა სხვისთვის მუშაობის. იმის მოსმენით რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს. და ბოლო-ბოლო მოიფიქრა თავისი ბიზნესის გახსნა. დღეიდან დეიდა თამრო რესტორანში აღარ იმუშავებს. ის თვითონ გახსნის საცხობს. თავისი დანაზოგით თამრომ იქირავა ფართი. იყიდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და შეუდგა ცხობას. დასაწყისში ცოტა გაუჭირდა, რადგან მარტო მუშაობდა. ცხობელიც ის იყო, დამლაგებელიც, მრეცხავიც, გამყიდველიც. მაგრამ ხალხს მოსწონდა დეიდა თამროს ხაჭაპურები და ბევრი მოდიოდა სასადილოდ. დეიდა თამროც ყველაფერს სუფთად აკეთებდა, ყველაფერს რეცეპტის და მიხედვით აკეთებდა. მაგრამ 6 თვეში დაიღალა. თუმცა კიდე აგრძელებდა მუშაობას. ცდილობდა ვინმეს დაქირავებას, მაგრამ ვერავის ვერ ენდობოდა. დეიდა თამროც ფიქრობდა, რომ თუ მას ვინმე დაეხმარებოდა და ამაში ფულს გადაუხდი და ხარისხი დაეცემოდა და ხალხი აღარ მოვიდოდა. საინტერესოა, რამდენი ხანი შეძლებს დეიდა თამრო ესე მუშაობას. იქამდე სანამ ბოლომდე მენტალურად, ფიზიკურად, სულიერად არ გადაიწვება. ის მარტო ამუშავებს საცხობს, სადაც სულ რიგებია. კლიენტები ბევრი ყავს და სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. მაგრამ თვითონ არის მარტო და სხვას არ ენდობა. მესამე გზა არის გქონდეს შენი ბიზნესი, შენი საქმე.
ანუ შექმნა სისტემა, სადაც ხალხის პრობლემებს გადაჭრი. მაგრამ მოიცადე, არა, აქ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ, ვინები არიან ნამდვილი ბიზნესმენები. მაგალითად ავიღოთ თემური, რომელსაც აქვს 12 მანქანის სამრეცხაო. თემურიმ იყიდა დანადგარები, რაც ადამიანს სჭირდება მანქანის გასარეცხად და აქვს თვით მომსახურეობა. მიდიხარ, ფულს იხდი, შენით რეცხავ შენს მანქანას და მოდიხარ. მაშინ როცა თემო ზღვაზეა, ან მთაშია, ან ისვენებს სადმე, ანუ ის თავის ფულს მაინც იღებს. მიუხედავად იმისა, ის ფიზიკურად მუშაობს თუ არ მუშაობს, რატო? იმიტომ რომ მას აქვს სისტემა. თემო არ მიდის, არ ურეცხავს მანქანებს კლიენტებს. არა, თემო ციგურებზე დგას, ორჯერ ფეხიც მოიტეხა, მაგრამ ეს არავითარ ზეგავლენას არ ახდენს მის შემოსავალზე. იმიტომ რომ მან შექმნა სისტემა და არა მომსახურეობა. თუ ნამდვილი ბიზნესმენების ლაპარაკს მოისმენ, დაუკვირდები და გაიაზრებ, რომ ისინი იყენებენ ესეთ ლექსიკას. ვინ დავიქირავ, ვინ იყოს ჩემი მენეჯერი, როგორ შევქმნა უფრო გამართული სისტემა, როგორ გავაუმჯობესო დაქვემდებარებულების მუშაო გარემო. ესეთი ადამიანების წრეში ხვდებით ორ რამეს. პირველი, ისინი ეჭვის თვალით არ უყურებენ ყველას. იქნება და ბიზნესი წამართვას. და არც არავის არ აკნინებენ. მე გიხდი შენ ფულს და იმდენ სიმუშავებ, რამდენსაც მე გეტყვი. არა, ისინი ზრუნავენ, რომ შენი სამუშაო გარემო და შენი წინსვლა იყოს ნამდვილი. და მაგას რატო აკეთებენ? იმიტომ რომ ნამდვილი დამსაქმებელი ბიზნესმენი ან მეწარმე აფასებს თავის თავისუფლებას. ეხლა გაიაზრე, აი ეს არის მომენტი. თავის თავისუფლებას აფასებს. თუ დამსაქმებელს ან ბიზნესმენს თავისი დასაქმებული გაექცევა, მაშინ თვითონ უნდა იმუშაოს მაგაც ანაცვლოდ, ან სხვა მოიყვანოს, ძალიან უცებ. და ეს კადრების ცვლილება, რა თქმა უნდა, ბიზნესზე აისახება. და მას ეს არ უნდა. წარმოიდგინე თემურს თუ 12 სამრეცხაო აქვს და მას მენეჯერი გაექცა. ამავდროულად თუ სამრეცხაოში რაიმე დანადგარი გაფუჭდა, სულ ხტუნვით უნდა წავიდეს და ახალი იყიდოს. და თემოს ეგ არ უნდა. მას ურჩევნია რომ დააფასოს ის თავისი მენეჯერი, საკმარი სადაც გადაუხადოს, იმისთვის რომ იყოს თავისუფალი. ან წარმოიდგინე თამრო დეიტა რომ დათანხმებოდა ვინმეს დახმარებაზე. ვინმეს რომ მინდობოდა. საბოლოოდ ესე ხო არ გადაიწვებოდა. აი ზუსტად იმ მომენტში, როცა დაიჯერებ, რომ მარტო შენ შეგიძლია შენი საქმის სწორად წარმართვა და სხვებს შენაირად არ შეუძლიათ. და ამიტომ ან ხელფას დაუქვითავ, ან ცუდად დაელაპარაკები, იცოდე, რომ მარტო დარჩები. უნდა ასწავლო, როგორ გააკეთონ საქმე სწორად. არა შენებურად, არამედ სწორად. ამ ვიდეოს დასაწყისში შეგვიძლია რომ გამდიდრების 4 გზას გასწავლეთი. ეხლა ვისაუბროთ ყველაზე მაღალ ეტაპზე, ელიტაზე, საუკეთესოზე. ამას ქვია ინვესტორი. ვინ არის ინვესტორი? და რა აინტერესებს მას? ინვესტორი არის ის, ვინც ფულს იგებს თავისი ინვესტიციით. ანუ, მაგალითად, ინვესტორი აბანდებს ფულს თემოს სამრეცხაოებში.
ანუ ის არის თემოს სამრეცხაოების წილის მფლობელი. არა, მეწილეა. მაგრამ ცუდი გაგებით კი არ არის. ის უბრალოდ ფლობს რაღაც პროცენტებს ამ სამრეცხაოებიდან. მოიცადე, ეხლავე აგიხსნი ყველაფერს. წარმოიდგინე, თემოს პირველი სამრეცხაო იყო ძალიან კარგად. ფულიც იჭრებოდა, სამრეცხაოც მუშაობდა, თემოც კარგად იყო და სხვაებიც კარგად იყვნენ. მაგრამ თემოს ჭირდებოდა ეხა ახალი დანამატი, ანუ მეორე სამსახურის გახსნა, ანუ მეორე სამრეცხაოს გახსნა. აი გაიაზრე? და ამაში ინვესტორმა ფული დაუმატა. და ეხლა ინვესტორი ფლობს რაღაც წილს. შეიძლება 1%, შეიძლება 10%-ს გააჩნია რამდენი დაუმატა. განა თემოს არ შეეძლო მარტო თავისით გაეხსნა სამრეცხაო? კი შეეძლო, მაგრამ ინვესტორის დახმარებით უფრო სწრაფად გახსნა, უფრო სწრაფად იყიდა ყველაფერი ის, რაც სჭირდებოდა, უფრო სწრაფად მივიდა იმ მიზნამდე, რაც უნდოდა. ინვესტორმა ის დაბანდებული ფული, რაც ჩადო, ამოიღო და ეხა შემოსავალს და პასუხისმგებლობასაც ინაწილებს. და შეხედე, ამ ინვესტორს ბევრი მსგავსი ადამიანები ყავს, როგორიც თემოა. ანუ თუ ვინმე სამკერვალოს გახსნა უნდა, სიტყვასა, თემოს ინვესტორი ეხმარება. და თანაც პასუხისმგებლობაში ეხმარება. ანუ და თან ასწავლის. ეს ინვესტორის ინტერესებში შედის, რომ თემომ და მისნაირებმა წარმატებას მიაღწიონ, იმიტომ რომ თუ ისინი მიაღწევენ წარმატებას, რა თქმა უნდა, ინვესტორიც მიაღწევს წარმატებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შეთანხმებაზე. ანუ გააჩნია, როგორ შეთანხმდები შენს ინვესტორთან. ამ ყველაფერთან ერთად ერთი რამე არის ცხადი. ნამდვილ საზოგადოებაში ყველა ერთად მუშაობს და ერთმანეთისთვის მუშაობენ. თუ გჯერა იმის, რომ რესურსები ცოტაა და ყველას არ გვეყოფა, ბოლოს სავარაუდოდ მაგ გარემოში ამოყოფ თავს. მაგრამ თუ გჯერა, რომ რესურსები ბევრია და ყველას გვეყოფა და ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ, მაშინ გილოცავ. ერთი ეტაპით წინ ხარ ვიდრე სხვა. ამ ვიდეოში ყვები ყველაფერს ისე, რომ 5 წლის ბავშვმაც გაიგოს, რომ ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი და ადაპტირებადი ქართულ რეალობაზე. და გიხსნი, თუ რა ხდება, როცა ფინანსურად დამოკიდებული ხარ, ან როცა თვით დამსაქმებელი ხარ და ვერავის ვერ ენდობი, ან როცა ბიზნეს მფლობელი ხარ და დასაქმებული ფიზიკურად უკვე აღარ გყავს, იმიტომ რომ ყველა გაგირბის და გასწავლი, როგორ უნდა შეცვალო ეგ ყველაფერი, სადაც ხარ. გასწავლი, როგორ შეცვალო ეს შენი რეალობა, სადაც ეხლა ხარ. და რას აკეთებენ სხვები. რა ხდება, მაგალითად, როცა ხარ ინვესტორი. და ეხლა კიდევ მოკლე მიმოხილვა რო გავაკეთოთ. თან ისე, რომ ყველამ გაიგოს და გაიაზროს, უნდა ვთქვათ, რომ ყველა ეტაპს აქვს თავისი წესი. ანუ თუ ხარ დასაქმებული, შეეცადე, რომ გააკეთო შენი საქმე საუკეთესოდ, იმიტომ რომ არ ჩაგანაცვლონ ძალიან სწრაფად. მაგრამ აი ამ კვადრატიდან მალე უნდა ამოხვიდე და გახდე დამსაქმებელი. თუმდაც თავდაპირველად შენი თავი დაასაქმო. ანუ გახდე თვით დასაქმებული. აი, გაიაზრე? მაგრამ როცა კი შემოსავალი გაიზრდება და როცა ხვდები, რომ დრო არ ყოფნის ფიზიკურად, გაქვს მარტო 24 საათი დღეში, მაშინ სხვისი დრო უნდა იყიდო. ანუ უნდა დაასაქმო ვინმე. და რა თქმა უნდა ენდო. უნდა ასწავლო, უნდა გაწვრთნა,
ისე რომ თუ შენ მანდ არ იქნები, რომ ბიზნესმა მაინც იმუშაოს. საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვინც ქმნის სისტემას და ვისაც ხალხი არ გაურბის. ვისაც ყავს დაქვემდებარებულები, თავს არ ამეტებს ამ დაქვემდებარებულებს და პირიქით გზას უხსნის. ანუ გზას უხსნის იმისთვის, რომ იმ დაქვემდებარებულმა მეტი იმუშაოს მისთვის. თუ შენ იცი, რომ მაგ შენ სამსახურში შენ წარმატებას მიაღწევ, შენთვის უკეთესი არ იქნება, რომ გქონდეს სტაბილური შემოსავალი, ვიდრე წახვიდე და ყოველ 2 თვეში ერთხელ სხვადასხვა სამსახურებში იმუშაო, ხო ეგრეა? ეგრეც იქნება. იმიტომ რომ განსხვავება ბიზნესმენსა და დაასაქმებულს შორის არის თეორიულად დიდი, მაგრამ პრაქტიკულად არის ერთი. ის, ვინც რისკს იღებს და ის, ვინც რისკს არ იღებს. ანუ ბიზნესმენი რისკავს მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი დასაქმებული. და უმეტეს ადამიანებს ურჩევნიათ, რომ იყვნენ უბრალოდ დასაქმებულები და ხალხი კარგად ექცეოდნენ. უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, მაგათი უფროსები კარგად ექცეოდნენ. ანუ ადამიანურად რომ ექცეოდნენ. ბევრი თავის თავზე ვერ მიიღებს ამას. იმიტომ რომ ზოგი ისედაც კარგად ექცევა თავის დასაქმებულებს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეგრე ყველა არ არის და ყველა კარგად თავის დასაქმებულს არ ექცევა. პირიქით, ზოგი ძალიან ცუდად ექცევა და ცუდადაც ელაპარაკება. მაგიტომაც არის, რომ ხალხი მასეთ ხალხს გაურბის. შენ რაიმეს ყიდი, თუ ქმნი სისტემას, შენი мотивация მაინც ყოველთვის ისაა, რომ გინდა რომ გაიზარდო. მაგ შენ საქმეში გაიზარდო, შენ შემოსავლები გაზარდო და მეტი ხალხი დაასაქმო. 1 კვადრატიდან მეორე კვადრატში გადახვიდე. 1 კვადრატიდან მეორე კვადრატში გადასასვლელად დაფიქრდი, რა გჭირდება. პირველი არის ცოდნა იმისა, რა გინდა საერთოდ, საითკენ მიდიხარ, ვის მაგალითს მიჰყვები, მეორე შენი გამოცდილება, ანუ დაახლოებით რამდენი წელი გაქვს გამოცდილება, რა შეგიძლია რომ შესთავაზო საზოგადოებას, ან რა შეგიძლია რომ გააკეთო უკეთესად, ვიდრე სხვები აკეთებენ. მაგალითად, აი ამ პოდკასტში, ან ამ ვიდეოში მე გიხსნი ყველაფერს ისე, რომ ყველამ გაიგოს 5 წლის ბავშვისთვისაც რომ იყოს გასაგები. და არ გელაპარაკები როგორც რობოტი. არა, მე გიხსნი ისე, როგორც ადამიანი უხსნის ადამიანს. ეს არის განსხვავება ჩემს სტილსა და სხვის სტილს შორის. ეხლა შენ დაფიქრდი, რა შეგიძლია შესთავაზო ხალხს ისეთი, რაც მათ გამოადგებათ და თანაც გააკეთებ შენებურად. ანუ დაურთავ შენს იდეებს, შენს გაუმჯობესებულ ვარიანტს. და მერე როცა ამ კვადრატიდანაც ამოხვალ და უკვე ყავს დასაქმებული, მერე პრაქტიკულად შენი საქმე ის არის, რომ შექმნა სისტემა, სადაც შენ როგორც პერსონა არ იმუშავებ. ანუ შენს დროს გაცვლი სხვის დროში, ან იყიდი. როგორც უკვე გითხარი, შეგიძლია რომ შენი დრო დაზოგო და სხვისი დრო იყიდო. გააჩნია შენი დროის ფასი და სხვისი დროის ფასი. და კიდევ გჭირდება რაღაც დანაზოგი. იმისთვის, რომ რაიმე ახალი დაიწყო. ახალი საქმე, ახალი ბიზნესი, ახალი იდეა, იყიდო ახალი დანადგარები, ყველაფერი ის, რაც გჭირდება. ეს იყო 4 გზა გამდიდრებისკენ
და თუ მოგწონთ ჩემი სტილი, გთხოვთ დამიკომენტარეთ, მითხარით, რომ ჩავწერო მეტი ესეთი ვიდეოები, გთხოვთ მითხარით თუ რაიმე არ მოგწონთ, თუ რაიმეს შეცვლა შემიძლია, ან თუ არსებობს რაიმე სპეციფიკური თემა, რაზეც გინდათ რომ ვისაუბრო, დიდი სიხარულით ყველა კომენტარს ვკითხულობ. ნახვამდის.